რა? კორეულ რესტორანში მიპატიჟები? დიახ, მე თანახმა ვარ. კამილ, მე და შენ დიდი ხანია ხვდებით. დროა დავქორწინდეთ, ხორცილი გავმართოთ. რა ქორწილი? ჩვენ ჯერ კიდევ თინეიჯერები ვართ. მართალია. მაშინ რამდენიმე წელიწადში დავქორწინდებით. შეიძლება ჰალკი დავპატიჟოთ? რა თქმა უნდა, მენდის ნამდვილად არ ვეპატიჟები. ის ყველაფერს გააფუჭებს. ის ნამდვილად საზიზღარია და მის გამო სულ ჩხუბობთ. დავპირდეთ ერთმანეთს, რომ აღარასდროს ვიჩხუბებთ. კარგი, თუ შენ არ დაიწყებ, მაშინ გპირდები. რა ჯანდაბას აკეთებ? ისე ვაგზიხარ? ზარმა უკვე დარეკა. შენ რა კუჩი დაგხვდევ? რატომ ჩნდები ყველაზე ცუდ მომენტებში? მე ვარ კამპუსის ადმინისტრატორი და იქ გავჩნდები, სადაც საჭირო იქნება. მენდი, მე და კამილს მალე ქორწილი გვექნება, რომელშიც შენ არ გეპატიჟებით. რა? რა ქორწილი? თქვენ არ ხართ საკმარისად დიდები. როცა გავიზრდებით, მაშინ გვექნება. ქორწილი ვერასდროს გექნებათ და რომც გქონდეთ, მე გაგიფუჭებ მას. კამილ, მილანა, ეს უნდა ნახოთ. ეს სწორედ იქ მოხდა. მეოცნებეები. შეხედე ჰალკ, ეს ძალიან მარტივია. ერთი ჯოხი ასე დაიჭირე, მეორე ჯოხი ისე. შემდეგ აიღებ ლაფშას და ჩაიდებ პირში. მე მიყვარს ლაფშა. შენ საკმაოდ მაგარი ხარ ამაში. ერთ ჯოხს დაიჭერ ასე, მეორე ჯოხს ასე. აიღებ ლაფშას და ჩაიდებ მას პირში. კარგად გააკეთე, ჰალკ. კარგი მოსწავლე ხარ. ინ, შეგიძლია მასწავლო კორეულად ლაპარაკი? გასწავლე, მაგრამ კარგად მოემზადე. კორეული რთული ენაა. დავიღალე ამ ჯოხების ჭერით. უფრო ადვილია ჭამა, როცა ჩანგალი გაქვს. უყურეთ და ისწავლეთ. აიღე ჩანგალი, აიღე ლაფშა, გააღე პირი და მიირთვი. კარგი გემო აქვს. ძალიან გემრიელია. ღმერთო ჩემო, ნაის. ნაის, რას აკეთებ? მომეცი ლაფშა და აღარასდროს ჭამო ნუდლსები ჩანგლით. შენი მიირთმევ მათ მხოლოდ ჯოხებით. გაიგე? და ჩანგლით მიირთმევ სპაგეტს. რა განსხვავებაა სპაგეტსა და ნუდლს შორის? ძალიან დიდი. კამილი რეკავს. ხო, ძმაო. სერიოზულად? ყველანი წავედით. მეგობრებო, წავიდეთ. რაღაც მოხდა კამპუსში. მოვდივარ. ონკა, წვეულება ხომ არ დაგავიწყდა? რა თქმა უნდა, არა, საოცრები ვიქნებით. ესეც მიყვავს? რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდის წევრია. კარგი, თუ ის გუნდის წევრია, მაშინ უნდა დავპატიჟოთ კიდეც. ჰეი, ფაზლ. რა ხდება? გეპატიჟებით ჩვენს წვეულებაზე. ჯანდაბა. მოკლედ, ალბათ არ გსმენია, მაგრამ გავიმეორებ. ყოველ კვირას ვიღაცის სახლში აგვაქვს პიცა და ვერთობით, დავთვრებით და ბევრ კოკას დავლევთ. ხო, ის მაგარი ბიჭია. აბა, რა სიტყვი? გამავიწყდა მეთქვა. გადასახადი არის $10. ონკა, ვთქვათ $20. ნუ ღელავ. აბა, ფაზლ. შენს ლუზერულ წვეულებაზე უფასოდაც კი არ წამოვალ. არ მინდა გაწყენინო, მაგრამ შენ უკვე ლუზერი ხარ. მასწავლებელი მაქსი ჩვენს გუნდში არ გამოგზავნიდა. გასაგებია? აბა გაიმეორე, ვის დაუძახე ლუზერი. გაიმეორე. არ გამომყვეთ. გუფი, გაჩერდი. უფრო გააფუჭებ.
ფაზლ. მოიცადე, დამწყებთათვის პირველი წვეულება უფასოა. წავიდეთ. ესეც ასე. ის საბოლოოდ გააძევეს კამპუსიდან, სწორედაც რომ ასე დაიმსახურა. დროის ამბავი იყო. ვინმე მიცის რატომ გააძევეს იგი? ალბათ ახალ ჯგუფში მოყვა, ამიტომაც შენიშვნა მიიღო. მე არ ვისურვებდი რომ მის ადგილას ყოფილიყავი. მას რაღაც სერიოზული უნდა გაეკეთებინა. ნება მომეცი გავიარო. ფრთხილად იყავი. უნდა ვიცოდე აქ რა ხდება. რა სირცხვილია. ახლა ვიტირებ. -1 ჩოგბურთელი. კარგია. მენდი, მართლა დარდობ რომ გააძევეს იგი კამპუსიდან? რა თქმა უნდა არა. არ მაინტერესებს წესები უნდა დაიცვან. ახლა კი სწრაფად დაიშალეთ. რისთვის გახართი? მისტერ მაქს მოვიყვან. გამარჯობა ყველას. მე ვარ კრისი და მე ვარ ჩოგბურთის გუნდის ახალი კაპიტანი. ეს ლოლა და ეს არის ლორა. ენას კბილი დააჭირე. მე ვიქნები კაპიტანი. ერთ წამს მითხარი ერთი კარგი მიზეზი, რატომ უნდა იყო გუნდის კაპიტანი? იმიტომ რომ მე ლამაზი ვარ. ეს საკმარისი არ არის კაპიტნობისთვის. ჩემი ფრჩხილები გინახავს? მანიკური მაქვს. ჩვენ გვჭირდება გუნდის კაპიტანი და არა მის მსოფლიო. კარგი, მე შენზე უკეთესი ვარ ჩოგბურთში. აბა რა სიტყვი ამაზე? მე შენზე უკეთესი ვარ. კრის, შენ ჩემზე უკეთესი არ ხარ. გოგოებო, შეწყვიტეთ კამათი. კაპიტანი ვიქნები მე. რა? ჯერ უნდა ისწავლო ჩოგნის დაჭერა. გასაგებია და მერე გააღე შენი პატარა პირი. მე შენზე უკეთ შემიძლია ჩოგანი დავიჭირო. ჩემზე უკეთ შეგიძლია მის გაკეთება? რა თქმა უნდა შემიძლია. ნამდვილად არ ველოდი. შეგიძლია უკანალი ასე ააქანავო? რა ჯანდაბა? ეს უსარგებლო ვარჯიშია. მე გაჩვენებთ რომ შემიძლია ამის გაკეთება. აბა ნახეთ. რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება? ამას ვაკეთებდი, როცა 5 წლის ვიყავი. აღარ ვაპირებ გაჩვენოთ. ახლა მე გაჩვენებ. მარტივია. შეგიძლია შპაგატის გაკეთება? კლასში უნდა წავიდე. მეც აუცილებლად. გახსოვდეთ, მე ვარ თქვენი გუნდის კაპიტანი. გინდა კოკა-კოლა? იო, მეგობრებო, მე გეძებდით. დილან, ჩვენი ბიჭი ჩვენთან ერთად მოდის. საერთოდ არ მაინტერესებს. მომილოცეთ მეგობრებო, მშობლებმა როგორც იქნა, ლამბა მიყიდეს. გასაოცარია. მართლა? გეუბნები. რეალურად მეგობრებო, მე მართავდი კიდეც. შენ სულელი გონი ვარ? ლიცენზიაც კი არ გაქვს. არაფერს არ ვიტყუები, ჩვეულებრივ მართავ. საერთოდ არ მჭირდება მართვის მოწმობა. და რა შეეხება პოლიციელებს? არ მაინტერესებს პოლიციელები. თუ დამიჭირეს, მამაჩემს დაურეკავ. დღეს საღამოს დილანის ლამბორჯინით მივდივართ წვეულებაზე. მე ვწდები წინა სავარძელში. გუფი, თუ არ იცოდი, ლამბორჯინში მხოლოდ 2 ადგილია. ერთი დილანისთვის და ერთი ჩემთვის. შენ კი სკოლის ავტობუსით მოდიხარ. როგორ შეგიძლია ამის დამტკიცება? სად? სკოლის ავტოსადგომზე. რა თქმა უნდა. არა, დილან? არა? მაშინ სად არის? ის აქ არის. აი, ჩემი სილამაზე. შენ რა, იდიოტი ხარ? არა, მაშინ რატომ გითხარი ლამბორჯინი მყავს ავტოსადგომზეო?
ჯერ ერთი ავტოპარკზე არაფერი მithქვავს და მეორეც ეს ხუმრობაა ძმაო მალე ნამდვილი ლამბორჯინი მეყოლება მეგობრებო მატყუარა ხარ დილან მე მჯეროდა რომ ნამდვილი ლამბორჯინი გყავდა ჯანდაბა წვეულება გაუქმდა არც პიცა დილან ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა პონკა დამელოდე შენთან ერთად მოვდივარ მოიცადე ხუმრობა არიცით კარგი კეით არ მინდოდა რომ მიმეტოვებინე კარგი რა კეით დაბრუნდი კეით მასწავლებელო მაქს ჩაკ, რატომ არ აკაკუნებ? მაქს, ტირი, თინეიჯერები გაწუხებენ თუ რა ხდება? თავი დამანებე ჩაკ, შობს ხელსახოცი მომცე. ხო, ახლავე მაქს, ნუ ტირი. სწრაფად, აი აიღე. მაქს, გინდა ჩაგეხუტო, თავს უკეთესად გაგრძნობინებს. მინდა, ჩაკ, ხომ იცი, შენს გარდა მე არავის ვაინტერესებ. რაც შეეხება მწვრთნელ კეითს დავშორდით, მე დავშორდი მას. ო, არაუშავს, მაქს. შენ მარტო არ იქნები. ხომ იცი, მორჩა, მე კარგად ვარ, ჩაკ. იცი რას გეტყვი? რა, მაქს? მე ვიპოვი ახალ მწვრთნელს. შესაძლოა იოგასი არც იყოს. ო, მაქს, შენ ნამდვილი ვეფხვი ხარ. არასოდეს გაიმეორო ეს. მე მახსენდება ჩემი კეითი. კარგი, მე წავედი, მაქს. ხელფას თუ გამიზრდი, მე შემიძლია ყოველთვის ჩაგეხუტო. რა ჯანდაბას ამბობ, რა თქმა უნდა არა. ო, კარგი, მაქს, ვიკითხე.